გამარჯობა. სამწუხარო ინფორმაცია მინდა რომ გაგიზიაროთ. სულ რამდენიმე წუთი დამჭირდება თქვენი ყურადღება. Იგი მიზეზების გამო Facebook დაბლოკილი ვიყავარ და თუ გააზიარებთ, მე მგონია რომ კარგი იქნება, ბევრმა შეიძლება გაიგოს ამ პრობლემის შესახებ, ბევრი შეიძლება ჯარიმასაც გადარჩეს. მოკლედ გეცოდინებათ, მე-4 წელიწადია უკვე ამ თემით ვართ დაკავებული. ვცდილობთ გავერკვეთ რა კანონი არის მიღებული, რა არის საგზაურული, რა არ არის საგზაურული და რა უნდა გავაკეთოთ ისე, რომ თქვათ კანონთან არ გქონდეს პრობლემა. ამდანით დაიწყო ყველაფერი და ვერავინ რომ პასუხი ვერ გაგვცა ვერსა და ეს სათამაშო დანა არის თუ არა აკრძალული. გამოსავალი ვნახეთ რომ სამხარეულის ექსპერტიზისთვის თანხა მიგვეცა და დაგვენიშნა და მოკვლევა ჩაეტარებინათ. მოიკვლეს და დაადგინეს რომ თქვათ ეს დანა არ იყო საშიში. ამის მერე ეს დანა ბევრჯერ არის ნავყოფი იმის გამო რომ პოლიციაც ვერ არკვევს რა კანონი არის და ძალიან ბევრჯერ არის ნავყოფი შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში სამხარეულშიც არის მას მერე კიდე რამდენიმეჯერ ნავყოფი და ესე დადიოდა ხოლმე წინ და უკან და ყველა ჯერზე იმ პასუხით ბრუნდებოდა რომ არ იყო საშიში და არ წარმოადგენდა ცივი არახს. ეს დანა მე გადავდეთ თაროზე და ნელა დავიწყეთ კიდევ სხვადასხვა თითების მოგროვება ესე ნაბიჯი თუ რა იყო აკრძალული რა არ იყო აკრძალული რაღაცა პერიოდის მერე ძალისხმევის მერე იქ თანხების გადახდის მერე თქვათ გავარკვიეთ რომ ეს ნივთი არ იყო ცივი არაღი მაგალითად რომელსაც დანაც აქვს და თქვათ ხელოსნები იყენებენ რომ ხანდახან რაღაცა ანკაბელი გათალონა თოგი გაჭრან ბაწარი გაჭრან ყუთი გახსნა და ასე შემდეგ ჩვეულებრივ მთელი სამყაროში ესე არის მიღებული. კიდე ნელა ვარკვევით ხოლმე იქ სამზარეულო დანა რაღაცა კატეგორიის თქვათ რომ ზარეულებს შეძლებოდათ შვიდად დანა მოედანად გასალესად ჩვენთან სახელოსნოში დურგლებს მაგალითად ხანდახან ხისაჭრისი მოუტანიათ ხოლმე გასალესად და ყველა საინტერესებდა ხოლმე იქ ტყავზე მუშაობდა ზოგი და ტყავის დანა თქვათ იყო აკრძალული არ იყო და ესენი ნელა ვცდილობთ ხოლმე მოკლევას რაღაცეების და თანხებს ვიხდით ხოლმე. არის ფიქრობთ რომ რაღაცა ძალისხმევა დავაკელით ამ თემას აი დავდივარ ეს როდის არის ეს 26 წელს არის ეს როდის ესეთი ფურცლები მაქვს ძალიან ბევრი რომელიც განცხადებებს წერდი რომ შეხვედრას ვითხოვ ყველა მეილზე გაგზავნილი მაქვს შეტყობინება რომ პრობლემა გვაქვს მოქალაქეებს გვიჭირს რაღაცა იქნება და მოგვისმინოთ რაღაცა გასაჭირი მოვიტანოთ თქვენამდე და ყოველ შემთხვევაში არც ერთხელ არანაირი კომუნიკაცია არ ყოფილა. დანარჩენი ეხლა 26 წლის 1 თებერვალს შეიკრიბნენ პარლამენტში და იმჯელეს გადაწყვიტეს, დაწერეს, გაწერეს, რაღაცეები გააკეთეს და შეიცვალა კანონი და დავიწყეთ ისევ მოკვლევა და მოძიება და ესეთი სიტუაცია გვაქვს მეგობრებო რომ ესეთი კანონი მიიღეს. მე ახლა ამ საბავშვო დანაზე არ ვისაუბრებ, ახლა მთელ სამყაროში ახლა ქარხნულად ყიდულობ ამას და 3 წლიდან აწერია რომ რეკომენდებული არის 3 წლიდან რომ ბავშვს ვასწავლოთ ურთიერთობა, იქ რაღაცა კარაკი წაისვას, იქ რაღაცა კიტრი შეიძლება გაჭრას, ყველი გაჭრას, რაღაცა გააკეთოს რომ ბავშვმა ისწავლოს დანასთან ურთიერთობა, იქ რაღაცა ბუნებაში რომ გაისეინეთ, რაღაცას გააკეთოთ ბავშვს რომ კონდეს ახლა. ესეთი დანა. ამ დანებზე არ მაქვს საუბარი, ახლა ესენი საშინელი ნივთები არის, დასაკეცი არის და საშინელი ნივთი არის. ამებზე არ მაქვს საუბარი. აი მორ დანაზე მინდა რომ ვისაუბრო. ერთი ეს დანა არის. და მეორე დანა არის ეს. ერთი არის აი ეს ტომატის დანა არის, ალბათ გექნებათ ყველას რამდენიმე ლარი ღირს და ყველგან ეყიდება. პატარა ხერხი აქვს რომ პომიდორის კანს კარგად გამომკლავდეს. პურსაც ჭრის ხოლმე რაღაცა ფუნთუ შეულს ჭრის კიდე კარგად. მეორე არის აი ეს კარაქის დანა არის. მე ესე ვიცი რომ კარაქის დანა არის რაღაც უცნაური ფორმა კი აქვს, მაგრამ და ყველას გექნებათ ალბათ ურთიერთობა ამ დანებთან ეხლა იქ ქორწილი არის ხოლმე რაღაცა დღეობა არის ხოლმე სუფრაზე სულ ესეთი დანების დევს და ყველა ჩხუბობს რომ ეს დანა აჭრის და არაფერს არ აკეთებს რა და ყველა ითხოვს ხოლმე რაღაცა მჭრელ დანას. ეს ორი დანა დავტოვეთ ექსპერტიზაზე. განახებთ მოკვლევა ჩაუტარეს, მოიძიეს და ადმინისტრაციული წესით გადამოწმა ერთმა პიროვნებამ, ტექნიკური წესით სხვამ გადამოწმა, ექსპერტი სხვა იყო 16 წლიანი სტაჟით. და გვაქვს ესეთი სიტუაცია. დაგიკითხავთ რა. გამოსაკვლევად წარმოდგენილია წითელი ფერის პლასტიკის მაგვარი მასალისაგან დამზადებული სახელურის მქონე დანა, რომელიც შედგება დანის პირისა და სახელურისაგან. დანის პირს გააჩნია ყუა დაკვირვული მჭრელი მხარე და დანის პირის დაბოლოება რკალისებრი ფორმისაა. ბლაგვი ნაწიბურით. დანის პირის სახელურში ჩამაგრებულია ჩასმის წესით. პირის მარცხენა მხარეს გააჩნია სვიზა. დანის პარამეტრებია ისა წარწერა სვიზა. დანის პარამეტრები დანის მთლიანი სიგრძე 22 სანტიმეტრი, 10 სანტიმეტრი, 8, 1 და 7
სიფართე ყურის მხრიდან 0.13. შემდგომი კვლევისას დანის პირის კონსტრუქციის, სიმტკისის და დრეკადობის დადგენის მიზნით მოხდა გირაკის საშუალებით ტარის მჭიდროდ დამაგრება და ხელსაწყო საშუალებით დანის პირის 1 კილოგრამის ოდენობით დატვირთვა, რა დროსაც დანის პირს რაიმე დეფორმაცია არ მიუღია. სანამ კვლევით ნაწილზე გადავალ, მეგობრებო, გირაკი არ არის, გირაგია. უბრალოდ კანონში გირაკი ჩაწერეს და უკვე გირაკი გახდა ყველგან. ხვდებით რა სიტუაცია არის. ხო და გამოსაკვლევი ობიექტი იარაღის შესახებ საქართველოს კანონის გათვალისწინებით და საქართველოს მთავრობის 26 წლის 30 იანვრის 28 დადგენილების მიხედვით მიეკუთვნება ცივ იარაღს. აი ეს კონკრეტული ნივთი, მეგობრებო, არის აკრძალული და მანქანაჟი რომ გიპოვოთ პოლიციამ, ამაზე დაჯერიმდებით 500 ლარით და სახელმწიფო ჩამოგართვეთ ამას. და არ ვიცი, რა ბედი ეწევათ ხოლმე ესეთი დანები, ჯერ ეგ ვერ გავარკვიეთ. ნადგურდება, აუქციონის წესით იყიდება, ეგ ცალკე საკითხი არის, მაგამდე არ მივსულვართ. და მეორე ეს დანა, აი ეს კარაქის დანა. გამოსაკვლევად წარმოდგენილი მოვერცხლის ქრო ლითონის მაგვარი მასალის დანის დათვალებით გინდება, რომ მას გააჩნია სახელური პირი და წარმოადგენს ერთმფრთიანი ლითონის კონსტრუქციას. აღარ შეგაწყეთ დეტალები თავს და გამოსაკვლევი ობიექტი იარაღის შესახებ კანონის გათვალისწინებით საქართველოს მთავრობის 26 წლის 30 დადგენილების მიხედვით მიეკუთვნება ცივ იარაღს. სანამ ამ ვიდეოს ჩავწერდი, პოსტი დავდე რამდენიმე დღის უკან, თუ ვინმე გამოიცნობდა, რომელი დანა იყო ცივ იარაღი და რომელი დანა არ იყო, სურათი დავურთე. 200 კომენტარი იყო დაწერილი და 200 კომენტარიდან ვერც ერთმა ვერ გამოიცნო, რომელი დანა არის ცივ იარაღი და რომელი დანა არ არის. ვინც არ იცის, მეგობრებო, კანონი უნდა იყოს გასაგები, რომ მოქალაქემ შეძლოს მისი დაცვა და 200 კომენტარიდან ვერც ერთმა ვერ გამოიცნო. მეოთხე წელი ამ საქმით ვარ დაკავებული და ყველა ჯერზე რაღაცა განსადა მქონდა ხოლმე, რომ რაღაცა განსაცდელი არის აი ეს ყველაფერი და რაღაცა უნდა გადავლახოთ და მე დაგვიფასდება და აი ამ დასკვნების მერე ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ გეგონება თქოს აი თამაში რომ გიშალმაშიათ ალბათ ბავშვობაში ყველას ვიდეო თამაშები და ბოლო ტურში რო ხარ გადასული რა და უკვე რაღაცა ძალიან რთული რო არის და გაუგებრობაში რო ხარ, რო აღარ იცი რო გააკეთო, აი ეგეთი განცდა მაქვს, ახლა სიმართლე გითხრათ. მე არ ვიცი ან ყველაფერი ახლიდან უნდა დავიწყოთ, აი არასწორად რო გაქვს რაღაცა გაკეთებული, ისევ თამაშზე გავაკეთებ ანალოგიას, რომ არასწორად რო დაიწყე და ახლიდან რო უნდა დაიწყო რა. მე მგონია რომ რაღაცა ეგეთი გვაქვს გასაკეთებელი, იმიტომ რომ არასწორად დავიწყეთ და არასწორ ადგილას მოვედით. და თუ ამაზე ვერ დავხვდებით, რომ ეს ცივი იარაღი არ არის და ამის გამო ადამიანი 500 ლარით არ უნდა დააჯარიმო და კონფისკაცია არ უნდა ჩამოართვა უკან. ისა სახელმწიფო არ უნდა ჩამოართვას. მაშინ მე მგონია, რომ ამ კანონზე ბევრად მეტი პრობლემა გვაქვს ერთ და მაშინ მაგაზე ვისაუბროთ. კეთილი. დანარჩენი თუ ვინმეს რაიმე დახმარება შეგიძლიათ, მე ყოველთვის მაგას ვიძახი და მადლობელი ვიქნები დახმარებისათვის. მადლობა ყურადღებისათვის.